დღეს ვარ უბედნიერესი იმით, რომ ჩვენი უსაყვარლესი ბავშვები დიუშენის სინდრომის მქონე ჩვენი მომავალი თაობა და ჩვენი შვილები და ჩვენი დები და ძმები მიიღებენ წამალს და ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. აი ზუსტად ვიცოდი, რომ სასიკეთოდ გადაწყდებოდა ეს ყველაფერი და ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ ამ ამბით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ უბრალოდ არჩევანიც კი არ იყო, ანუ აქ უბრალოდ რაღაც დილემაც კი არ არსებობდა, რომ ეს შედეგი უნდა დამდგარიყო, თუ ის შედეგი უნდა დამდგარიყო, არა, ეს იყო ერთადერთი სწორი საშუალება, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ეს პროცესი უბრალოდ ერთჯერადი არ უნდა იყოს, ეს უნდა გაგრძელდეს და მუდმივად უნდა ხდებოდეს მსგავსი პრობლემების იდენტიფიცირება საზოგადოებაში, იქნება ეს ფარმაკოლოგიური დახმარება თუ ზოგადად ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და სწორად გადაწყვეტა და ეს არის იმ აქტიური მშობლების დამსახურება და კიდევ ერთხელ გამოვლენა იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რეალურად მათი ასეთი აქტიურობით მოხდა ის, რაც მოხდა და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები მიიღებენ იმ მედიკამენტებს, რასაც ისინი სახელმწიფოს მხრიდან იმსახურებენ, რომ მიიღონ.